ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ბავშვებმა იციან თუ ვინ არიან, გოგო თუ ბიჭი, მაგრამ რა ხდება თუ კი ვიღაცას ბუნების მოტყუება მოუნდება. Შეძლებენ თუ არა, რომ თოჯინების და ვარდისფერი კაბებით ბიჭი გოგოსავით გაზარდონ. გიყვებით შემზარავ ექსპერიმენტზე, რომელიც გვიჩვენებს, რომ გენდერულ იდენტობაზე სოციალიზაცია არ მოქმედებს. 1965 წელს კანადურ ქალაქ ვინიპეგში ჯანეტ და რონ რაიმერებს ტყუპი ბიჭები შეეძინათ. მათ ბრაიანი და ბრიუსი დაარქვეს. შესახედავად ისინი ჯამრთელი ბავშვები იყვნენ, თუმცა რამდენიმე თვეში დედამ შენიშნა, რომ ბავშვებს მოშარდვასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მიზეზი ფიმოზი იყო. შეგეძლიათ დაგუგლოთ, რასაც ნიშნავს ეს ავადმყოფობა. მოკლედ, ექიმებმა მშობლებს ურჩიეს ბიჭებისთვის წინდაცვეთის მარტივი პროცედურა ჩაეტარებინათ. ექიმების თქმით, ეს პროცედურა ბავშვებს პრობლემას საბოლოოდ მოუხსნიდა. ბრაიანის ოპერაციამ ნორმალურად ჩაიარა. ბრიუსთან კი რაღაც სწორად ვერ გამოვიდა. შედეგად, ექიმების დაუდევრობის თუ აპარატურის ტექნიკური გაუმართავობის გამო ბრიუსმა სასქესო ორგანოს სერიოზული დამწვრობა მიიღო. იმდენად სერიოზული, რომ ექიმებმა გამოაცხადეს, ორგანოს სრულად აღდგენა შეუძლებელი იქნებაო. მშობლები სასოწარკვეთილები იყვნენ, აღარ იცოდნენ რა უნდა ეკნათ. პასუხი კი მათ ერთ სატელევიზიო შოუში იპოვეს, რომლის გმირიც ვინმე ჯონ მანი იყო. კაცი თამამ განცხადებებს აკეთებდა სქესზე. გენდერზე და ამბობდა, რომ ყველა ბავშვი გენდერულად ნეიტრალური იბადება. გოგონებად და ბიჭებად კი მათ საზოგადოება ქმნის. ჯონ მანის ეთიკური თვალსაზრისით სადავო მოსაზრებები ჰქონდა. მათ შორის ინცესტზე და პედოფილიაზე, მაგრამ რაიმერებს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. მანის ისინი როგორც ღმერთს ისე უყურებდნენ, რომელიც მათი დიდი პრობლემების მოგვარებას შეძლებდა. მანი მშობლებს შესთავაზა, ბრიუსი ბრენდად გადაექციათ და ბავშვი გოგონასავით აღეზარდათ. გადაწყვეტილება თითქოს იდეალურად მოჩანდა. რაიმერები ენთუზიაზმით აღივსდნენ და კასტრაციის ოპერაციას დათანხმდნენ. ამგვარად, 1967 წლის 3 ივლისს ბიჭი ბრიუსი გოგონა ბრენდად გადაიქცა. ბავშვის სახლში გაწერეს და მშობლებს კატეგორიულად აუკრძალეს მისთვის ეთქვათ, რომ ის ბიჭად დაიბადა. ასე დაიწყო საზარელი ექსპერიმენტი, რომელსაც ჯონ მანისთვის დიდება და მსოფლიოს სახელი უნდა მოეტანა. პრობლემები თავიდანვე დაიწყო. დედა იხსენებდა, რომ როცა შვილისთვის კაბის ჩასმას ცდილობდა, ბრენდა ისტერიკაში ვარდებოდა. ღმერთო, მან იცის, რომ ბიჭია და არ სურს გოგოს ტანსაცმლის ჩაცმა, ფიქრობდა ქალი. შემდეგ დაწყებით კლასებში სწავლისას ძმასთან ერთად სისტემატიურად დადიოდა მანისთან, სადაც გოგოდ მოქცევის წესებს ასწავლიდნენ. მანი ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს ატარებდა. მათ შორის დეტალურად უჩვენებდა სექსუალური ქმედებების სურათებს. ბრიუსი ბრენდა წლების მერე იხსენებდა. მან მომთხოვა, რომ ტანსაცმელი გამეხადა. მე უარი ვთქვი, ვიდექი და ვტიროდი. ვფიქრობდი, რომ ამის გამო მცემდა, მაგრამ ის უბრალოდ იდგა და კანკალებდა. ბრიუსი ბრენდა იხსენებდა იმასაც, რომ მანი კიდევ უფრო შორს მიდიოდა და როგორც თავად უწოდებდა, სექსუალურ სარეპეტიციო თამაშებს აწყობდა. მიზანი კი ის იყო, რომ ტყუპები თავიანთი სექსუალური როლებისთვის მზად უნდა ყოფილიყვნენ, როდესაც დიდები გახდებოდნენ. კაბინეტში დივანზე 4-ზე უნდა დაუნდგარიყავი. ბრაიანი კი უკნიდან უნდა მოსულიყო და გარკვეული მოქმედებები შეესრულებინა. იხსენებდა გოგოდ გადაქცეული ბიჭი. სხვა ანალოგიურ თამაშებში ბრენდა ზურგზე უნდა დაწოლილიყო, ფეხები გაეშალა, ძმაკის ზემოდან უნდა დაწოლოდა. მანი თვლიდა, რომ მსგავსი თამაშები, თუ კი ამას თამაში შეიძლება ვუწოდოთ, აუცილებელი იყო ჯანსაღი გენდერული იდენტობის ფორმირებისთვის. სხვათა შორის ჯონ მანის ძველი მიმდევრები, რომლებმაც მენტორის გამოქომაგება გადაწყვიტეს, ამტკიცებდნენ, რომ კაცს საუკეთესო მოტივები ამოძრავებდა. გარდა ამისა, ექსტროგენის მიღების გამო ბრენდას მკერდიც გაეზარდა. მანი კი ამტკიცებდა, რომ ექსპერიმენტი შესანიშნავად მიდიოდა. ის ამბობდა, ბავშვი პატარა გოგონასავით იქცევა, მისი ქცევა არაფრით გავს ტყუპის სალიძმის ქცევებს. ხო, წლების მერე ბრენდას ძმას ბრაიანს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს. ამასობაში მანი მშობლებს არწმუნებდა, რომ მეორე ოპერაციაზე დათანხმებულიყვნენ, რათა ბრენდას ქალის სრულფასოვანი სასქესო ორგანო ჰქონოდა. თინეიჯერობისას ბრენდამ ამ ოპერაციაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ამ დროს ის უკვე იშვიათად იღებდა ესტროგენს და ცნობილია, რომ ერთხელ თავის მოკლაც სცადა. ბრენდას ცხოვრება უკეთესობისკენ მაშინ შეიცვალა, როდესაც ერთხელაც, როცა ის 15 წლის იყო, მამამ რონ რაიმერმა ის კაფეში წაიყვანა, ნაყინი უყიდა და სრული სიმართლე უამბო. ბრენდამ მაშინ პირველად გაიგო, რომ ბიჭად იყო დაბადებული.
მამის აღიარება მოზარდისთვის შოკის მომგვრელი იყო, თუმცა ბევრ რამეს ხსნიდა და ამდენად შვების მომგვრელის გახლდათ. ბრენდამ მტკიცედ გადაწყვიტა ოპერაცია გაეკეთებინა და თავის მამაკაცურ საწყის დაბრუნებოდა. ფალოპლასტიკის განვითარების წყალობით 5 წლის მერე ბრენდამ მოდი მას ახლა უკვე დევიდი დაუზახოთ, როგორც თავადი სურვა, საკუთარი მამაკაცობა დაიბრუნა. ოპერაციის კვალი თითქმის შეუმჩნეველი იყო. ორგანოს მგრძნობელობა შეზღუდული იყო, თუმცა სექსით დაკავება სავსებით შესაძლებელი გახლდათ. მოკლედ, ბრენდა დევიდად იქცა. როდესაც დევიდი 23 წლის გახდა, ის ჯეინს შეხვდა. ჯეინი მარტოხელა დედა იყო და 3 შვილს ზრდიდა. მალე ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ოჯახურმა იდილიამ დიდხანს ვერ გასტანა. წყვილი განქორწინდა. რაიმერების ოჯახში კი მალე დიდი ტრაგედია დატრიალდა. ტყუპისცალი ბრაიანი, რომელიც შიზოფრენიით იტანჯებოდა, სიცოცხლეს გამოეთხოვა. წამლების დიდი დოზა მიიღო. დევიდმა ძმის სიკვდილი ძალიან მძიმედ გადაიტანა. მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ფიქრობდა, რომ რაკი მთელ ყურადღებას მას უთმობდნენ, ძმა ოჯახისგან მიტოვებულად გრძნობდა თავს და საბოლოოდ ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ყოველ დღე დევიდი ძმის საფლავზე მიდიოდა და ყვავილები მიჰქონდა. ჯონ მანიკი საკუთარი შეცდომის აღიარებას კატეგორიულად უარობდა. მისი მტკიცებით პრობლემა არა მის გიჟურ თეორიებში, არამედ თავად დევიდში იყო, რომელსაც კატეგორიულად არ სურდა თავი გოგონად ეღიარებინა. 2004 წლის მაისში დეპრესიის მძიმე ფორმით რამდენჯერმე შემოტევის შემდეგ დევიდმა ძმას მიბაძა და თავი მოიკლა. მისმა ბიოგრაფმა ჯონ კოლაპონტომ დაწერა, რომ ასეთი დასასრული სავსებით მოსალოდნელი იყო. ციტატა: ყველასთვის, ვინც დევიდს იცნობდა, გასაგები იყო, რომ საოცრება სწორედ ის იყო, როგორ იცოცხლა მან 38 წლამდე. ის ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემებით იტანჯებოდა, ადრეული ბავშვობიდან უკანასკნელ დღემდე. ნაკლებად გაბედული ადამიანი, ვიდრე დევიდი იყო, ამას კიდევ უფრო ადრე ჩაიდენდა. ერთხელ საუბრისას დევიდმა მითხრა, რომ ვერასდროს დაივიწყებდა თავის კოშმარულ ბავშვობას. ზოგჯერ მის საუბარში იგრძნობდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა. დევიდმა თავისი მანქანა სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე გააჩერა და თოფი თავთან მიიტანა. რაც შეეხება ჯონ მანის, ის დევიდის სიკვდილიდან 2 წლის მერე, 85 წლის ასაკში, თავისივე დაბადების დღის წინა საღამოს მშვიდად სინდისის ქენჩნის გარეშე, საკუთარ სახლში აღესრულა. 2013 წელს ლოს-ანჯელესი შეძრა ამოუცნობმა ისტორიამ, რომელიც დღემდე იპყრობს მისტიკის და ამოუხსნელი საიდუმლოებების გაშიფვრის მოყვარულებს. 21 წლის კანადელი სტუდენტი ელისა ლემი უგზო უკლოდ გაქრა სასტუმრო სესილში. შემდეგ კი გავრცელდა ვიდეო, როგორ იქცევა გოგო სასტუმროს ლიფტში პირდაპირ გაუჩინარების წინ. ამ ვიდეოს 10 მილიონი ნახვა აქვს სოციალურ ქსელებში და ამ ვიდეომ უამრავი თეორია წარმოშვა. რა შეემთხვა ელისა ლემს?